მოდით მოკლედ გადავხედოთ ქართული ფეხბურთის მთავარ გამოწვევებს. საქმე ისაა, რომ ქართული ფეხბურთი საკმაოდ სერიოზული სისტემური პრობლემების წინაშე დგას, რაც ხელს უშლის როგორც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას, ისე კლუბების საერთაშორისო წარმატებას. პირველი, ეს არის ასე ვთქვათ განვითარების თავდაყირა სისტემა. იცით, წარმატებულ ქვეყნებში ფეხბურთელი ჯერ კლუბში იღებს გამოცდილებას და მერე მიდის ნაკრებში. ჩვენთან კი ხშირად პირიქით ხდება. ახალგაზრდები სწორედ ნაკრებში იღებენ იმ გამოცდილებას, რომელიც მერე კლუბში მიაქვთ. ამას დავუმატეთ პანდემიის გამო დაკარგული 2 წელი და მივიღეთ მთელი თაობა, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან დააკლდა. მეორე სირთულე სატრანსფერო ბაზარია. საქართველოდან ევროპაში გადასვლა, ხომ ხვდებით, უდიდესი ნახტომია და სწორი ტრანსფერი სულაც არ ნიშნავს პირდაპირ გრანტში გადასვლას. ხშირად ავსტრიის, დანიის ან შვეიცარიის ლიგები ბევრად უკეთესი ტრამპლინია, ვიდრე რომელიმე ტოპ ლიგის სარეზერვო გუნდში მოხვედრა. და ბოლოს, მესამე, ფინანსები. ქართული კლუბების ბიუჯეტი იმდენად ჩამორჩება ევროპულს, რომ რეალურ კონკურენციაზე ლაპარაკიც კი რთულია. ამიტომ ერთ-ერთი იდეა ასეთია. შეიქმნა სპეციალური ფინანსური ფონდი ქვეყნის ჩემპიონისთვის. ეს დამატებითი ფული კლუბს დაეხმარება, რომ უფრო ძლიერი ფეხბურთელები დაიმატოს და იბრძოლოს ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად. საბოლოო ჯამში, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, სწორი სატრანსფერო პოლიტიკა და ფინანსური რესურსების ზრდა. ამაზეა დამოკიდებული ქართული ფეხბურთის პროგრესი.